მოგესალმებით. ვიწყებთ გადაცემა ინტერვიუს, რომელსაც მე სალომე ასათიანი ვუძღვები. ეს გადაცემა გახლავთ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი. ამ გადაცემაში, როგორც წესი, რადიო თავისუფლების სათაო ოფისიდან, პრაღიდან თბილისში ვესაუბრებით ხოლმე სტუმრებს, თუმცა დღეს ამ წესს ვარღვევთ. ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი, პრაღაში იმყოფება სტუმრად და გადაცემასაც აგვწერთ რადიო თავისუფლების სტუდიაში. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა სოციოლოგია იქნება. დარგი, რომელსაც ყველაზე ამბიციურს უწოდებენ სოციალურ მეცნიერებებს შორის. სოციოლოგია იკვლევს სოციალურ კონტექსტებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას ანიჭებს მნიშვნელობებს, საზოგადოების და ინდივიდის ურთიერთმიმართების პრობლემას და მისი კვლევები მოიცავს ისეთი განსხვავებული მასშტაბის საკითხებს, როგორებიცაა საუკუნეების განმავლობაში განხორციელებული მასობრივი მოძრაობები და რამდენიმე ინდივიდის ურთიერთობა რომელიმე ლოკალურ კონტექსტში, ვთქვათ, ერთ ოჯახში ან ოფისში. მაინც რა არის სოციოლოგია, როგორია მისი თეორიული ისტორია, რა გამოარჩევს მას სხვა დისციპლინებისგან, როგორ იქმნება სოციოლოგიური ცოდნა და რა ვითარებაშია ეს დარგი საქართველოს აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმარს, სოციოლოგს, პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს. მოგესალმებით ბატონო იაგო. მოგესალმებით გალოდომ სალომე. როგორც თქვით, დღეს ძირითადად სოციოლოგიაზე ვისაუბრებთ, მაგრამ სანამ ამ რთულ და აკადემიურ დიდწილად განყენებულ თემებზე გადავიდოდეთ, თავიდან აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს. საზოგადოებას ახსოვს სტუდენტური მღელვარება, რამდენიმე თვის წინ სტუდენტური გამოსვლები, რეფორმატორული ინიციატივები სტუდენტებისა, გამოიკვეთა ძალიან ბევრი პრობლემა, სასწავლო პროცესში არსებული იქნებოდა ეს უნივერსიტეტის მართვასთან დაკავშირებული და თითქოს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ამ რეფორმატორულ ინიციატივების ავანგარდში სტუდენტები იდგნენ. სტუდენტებს ჰქონდათ მოლაპარაკება სამინისტროსთან, სტუდენტები გამოდიოდნენ სხვადასხვა ინიციატივით, ლექტორები ამ პროცესებში თითქოს არ ჩანდნენ და ცოტა თითქოს უცნაურია ამ თვალსაზრისით შექმნილი ვითარება და რა ხდებოდა რეალურად. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ ძალიან კარგი რადიოს შესანიშნავ სტუდიაში. კი ბატონო, დავიწყოთ უნივერსიტეტის თემით. მე ვფიქრობ, რომ რაც ბოლო თვეებია ხდება უნივერსიტეტში, ეს აჩვენებს იმას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ძალიან მარტივად რომ ვთქვა, თანამედროვე მოდერნული უნივერსიტეტი. რაც გულისხმობ ახლა ამაში, ჩვენ სოციოლოგიაზე ვისაუბრებთ და სოციოლოგები ძალიან კარგად განსაზღვრავენ მოდერნულობის სხვადასხვა ნიშნებს და სხვადასხვა თავისებურებებს და ერთ-ერთი ჭკვიანი სოციოლოგი მოდერნულობის ერთ-ერთ ნიშნად ასახელებს ჩემთვის ძალიან საპატივცემულო თვისებას, ეს არის ძალაუფლების დიალექტიკა. ის, რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება, ეს არის ძალაუფლების დიალექტიკა. რას ნიშნავს ძალაუფლების დიალექტიკა? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლების ვექტორი მიემართება უნივერსიტეტის შიგნით, ძალაუფლების დიალექტიკა ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლების ვექტორი მიემართება არა მხოლოდ ზემოდან ქვემოთ, ანუ არა მხოლოდ საუნივერსიტეტო ადმინისტრაცია და საუნივერსიტეტო პროფესურა აძლევს და კარნახობს გარკვეულ სტანდარტებს სტუდენტებს, სწავლის, ქცევის და ასე შემდეგ, არამედ ძალაუფლება მიემართება ქვემოდან ზემოთაც. სტუდენტები კარნახობენ უნივერსიტეტს გარკვეულ მოთხოვნებს და იბრძვიან ამ მოთხოვნების შესრულებას. კი, მაგრამ სად არიან ამ პროცესებში ლექტორები, სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში, სანამ ეს მოძრაობა დაიწყებოდა, უკვე წერდნენ უამრავ მანიფესტიც გავრცელეს მათ, საუბრობდნენ ელიტურ კორუმპირებულ სისტემაზე უნივერსიტეტში, საუბრობდნენ მაღალი საფასურის გამო სტუდენტების პრობლემებზე, რომლებიც ვეღარ ახერხებენ ამ საფასურის გადახდას და უწევთ სწავლის შეწყვეტას, საუბრობდნენ აკადემიური პროცესის ძალიან სერიოზულ ხარვეზებზე, იმაზე რომ არ არსებობს ლიტერატურა ქრესტომატიული იქნება ეს თანამედროვე თარგმნილი. ყველა ამ პრობლემაზე ლექტორები დუმენ. იცით რა, ეს არის ის საკითხები, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, სადაც სტუდენტების მოთხოვნები სამწუხაროდ უნივერსიტეტის პროფესურის და გარკვეულწილად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მზაობას წინ უსწრებს. ანუ მზაობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და პროფესურის ჩამორჩება უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნებს. მართლაც რას ითხოვენ ესე იგი სტუდენტები ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ითხოვენ
იმას, რომ მაგალითად უნივერსიტეტს აღარ ყავდეს ხელისუფლებისგან მართული სტუდენტური ორგანიზაციები და სანაცვლოდ ამ სტუდენტურ ორგანიზაციებს არ აყენებდეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არ აძლევდეს მათ პროექტებს, მოკლედ არაფინანსებდეს სხვადასხვა აქტივობისთვის, რომლებიც შესაძლოა სრულიად არ არის შესაბამისი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, ითხოვენ სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას, რომელიც გულისხმობს ყველაფერი იმას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ლიტერატურას, მომზადებულ პროფესურას, შინაარსობრივად გამართულ სასწავლო პროგრამებს და ამ შემდეგ. ამ თვალსაზრისით, რასაკვირველია, უნივერსიტეტი არ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ ზოგადად უმაღლესი საუნივერსიტეტო სივრცე, ნუ ღარიბია, ან მნიშვნელოვანწილად ხარვეზიანი. ამას ითხოვენ სტუდენტები. ლექტორები რატომ არ ითხოვენ? იცით რა, საქმე ისაა, რომ უნივერსიტეტებში სამწუხაროდ არ არსებობს სტუდენტების მოთხოვნების შესაბამისი ანადეკვატური რესურსი, აკადემიური რესურსი. და ერთ-ერთი მოთხოვნა სხვა შორის სტუდენტების, ისევე როგორც ზოგიერთი პროფესურის ალბათ თავმდაბალი არ იქნება, ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ აკადემიურ თანამდებობებზე შეირჩნენ ადამიანები, რომლებიც აი მოთხოვნების შესაბამისად იკავებენ ადგილს საუნივერსიტეტო სივრცეში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავაზოგადებთ, რამდენიმე ლექტორი, რა თქმა უნდა, ჩანდა მონაწილეობდა ამ პროცესებში, თქვენს მაშინ გვახსოვს თქვენი Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსი, რომლითაც მხარი დაუჭირეთ სტუდენტურ მოძრაობას და პრინციპში ისაუბრეთ იმაზე, რომ თვითმმართველობის სისტემა იმ სახით, რაც სახით არსებობს, რეალურად მართლაც წარმოადგენს სამთავრობო ვერტიკალის რგოლს უნივერსიტეტში და ის არ უწყობს ხელს სტუდენტების ინტერესების რეპრეზენტაციას, მაგრამ ამავდროულად ამ პროცესებში კიდევ ბევრი სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა, მაგალითად ის, რომ მაშინდელმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ აღიარა ეგრეთ წოდებული ODR-ის აგენტის არსებობა უნივერსიტეტში. უამრავი სერიოზული პრობლემი თითქოს მიჩუმდასავით ახლა ეს პროცესიც და უამრავი სერიოზული პრობლემის წყარო სტუდენტებშია თუ ადმინისტრაციასა და პროფესურაში. ამ უკანასკნელში ხომ მართალია? ამიტომ იცით რა, ეს ისეთი პროცესია, რომელიც საჭიროებს გაჯანსაღებას. ამ შემთხვევაში ამ გაჯანსაღების ინდიკატორები, უბრალოდ მაპროვოცირებლები თუ მასტიმულირებლები არიან სტუდენტები. ეს არის უაღრესად ნება ან სურვილი რეფორმის. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის პროფესურის საყოველთაო ნება, რაც სტუდენტები ითხოვენ. ეს ასე არ არის დასაკურველია, ამიტომ ისე ნუ მოვიტყუებთ თავს, იცით, მე მესმის ზოგიერთი მათ შორის საპატივცემულო პროფესურისგან ის, რომ ისინი ვერ გაყოფენ სტუდენტებს, ვერ დაყოფენ სტუდენტებს და ისინი აკტიურად არ უჭერენ მხარს აუდიტორიას 15-ის მოთხოვნას, იმიტომ რომ იქ არის სტუდენტთა მეორე ჯგუფი და პროფესურისთვის თანაბარი უნდა იყოს ნებისმიერი სტუდენტი და შემდეგ, მაგრამ მე ამ ასე ვთქვათ, ნუ მეტწილად კონფორმისტულ მოთხოვნას არ ვეთანხმები. თქვენი პოზიცია როგორია? ჩემი პოზიცია არის ასეთი და გადავიდეთ სოციოლოგიას. ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ უნივერსიტეტო ცხოვრება საჭიროებს მნიშვნელოვან გაჯანსაღებას ბევრი მიმართულებით, როგორც სასწავლო პროგრამების ასე ვთქვათ, შინაარსობრივი გამართულობის თვალსაზრისით, ასევე მენეჯმენტის და ადმინისტრაციული მოწყობის თვალსაზრისით, სტუდენტების მოთხოვნები მეტწილად და მნიშვნელოვანწილად ჯანსაღია. რექტორის უაღრესად ჯანსაღი პროცესი. აი თუნდაც ის, რომ რექტორის არჩევნები რაღაცა გაფართოებული აკადემიური საბჭოს ხელში მოხდება. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია, რასაკვირველია ის, რომ აკადემიური საბჭო ივსება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებისაგან. ესეც პროგრესული ნაბიჯია, სხვა შორის ის ნაბიჯი, რომელსაც პროვოცირება ისევ სტუდენტებმა გაუკეთეს, ასე რომ თავარია, რომ ახლა აკადემიური საბჭო ან უნივერსიტეტის პროფესურა აღმოჩნდეს ნუ მოწოდების სიმაღლეზე ვიტყვი ამ სიტყვას და შეარჩიოს უნივერსიტეტის რექტორად ადამიანი, რომელიც ყველა თვალსაზრისით იქნება, ასე ვთქვათ, მოდერნული უნივერსიტეტის სუბიექტი. მოდერნული უნივერსიტეტი ბუნებრივია, ასე ვთქვათ, მოდერნული მდგომარეობის და ვითარების ნაწილი უნდა იყოს, ხოლო მოდერნულობა წარმოადგენს სწორედ იმ კონტექსტს, რომელმაც პრინციპში შვა სოციოლოგია, ის დარგი, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ და რომელზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, ცხადია ძალიან ზოგადად, ძალიან ქრესტომატიულად, მაგრამ მაინც აი გვინდა გკითხოთ ყველაზე სწორხაზოვანი განსაზღვრება ალბათ სოციოლოგიის არის ის, რომ ის შეისწავლის ადამიანთა საზოგადოებებს, წარმოაჩენს სხვადასხვა ასპექტის ერთმანეთთან მიმართებას და ადგენს გარკვეულ განზოგადებებს, გარკვეულ მოდელებს, რომლითაც მიხედვითაც შემდეგ ის ახორციელებს სხვადასხვა სახის კვლევას. თუმცა საზოგადოებას და სოციალურ ქცევას შეისწავლის ბევრი სხვა დარგიც, მათ შორის ანთროპოლოგია იქნება ეს, ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა გამოარჩევს სოციოლოგიას? მაშინ მოდით ამ დიდი კითხვით დავიწყოთ. რა არის მისი სპეციფიკური გამსაზღვრელი? ბატონ სალომ, ეს
იმ ხალხ კითხვაა რომ ამას ამის გარკვევას მთელი სემესტრი უნდებით ხოლმე სტუდენტებთან ცხადია რთულია ამ მოკლე დროში ამ საკითხზე საუბარი. სოციოლოგიის გამორჩეულობაზე ლაპარაკი განსხვავებულად შეიძლება სხვადასხვა დისციპლინასთან მიმართებაში. მაგრამ ყველა ის პრობლემატიკა, რაც თქვენ აქ ჩამოთვალეთ, რომ სოციოლოგია სწავლობს საზოგადოებაში არსებულ მოვლენებს, რომელიც ერთ შემთხვევაში შეიძლება ფოკუსირდეს, ასე ვთქვათ, სოციალურ სუბიექტზე, კონკრეტულ სოციალურ სუბიექტზე და კონკრეტული სოციალური სუბიექტის ქცევაზე სხვადასხვა ინსტიტუციებში, მაგალითად ოჯახში, მაგალითად სამსახურში და ასე შემდეგ. ისევე როგორც სოციოლოგია შეიძლება ფოკუსირდეს მთლიანად საზოგადოებაზე და ამ საზოგადოებაში არსებულ სოციალურ სტრუქტურებზე, რომლებიც ზოგიერთ სოციოლოგიის აზრით განსაზღვრავენ ინდივიდუალური ადამიანების ქცევას, ეს არის ასე ვთქვათ, ის საზღვრები, ის ფარგლები, რაც მოძრაობს სოციოლოგია. ანუ საზოგადოება არ გვევლინება ბუნებრივ მოცემულობას. საზოგადოება არის პრობლემა და ისმის კითხვა, როგორ არის საზოგადოება შესაძლებელი. როგორ არის საზოგადოება შესაძლებელი და აი აქ თქვენ გამორჩეულობაზე მკითხეთ და მე მინდა სოციოლოგიის ერთ გამორჩეულობას მაინც გავუსვა ხაზი, ცხადია ეს აზრი მე არ მეკუთვნის, ეს აზრი ეკუთვნის ძალიან დიდ ამერიკელ სოციოლოგს ტალკოტ პარსონს. ტალკოტ პარსონსმა თქვა ესეთი რამ, რომელსაც მე ყოველთვის ვიყენებ სტუდენტებთან, რომ სოციოლოგიამ შეიძლება ააგოს ბევრი თეორიული სქემა, რაღაცა ბევრი კონცეპტუალური მოდელი. თვითონ პარსონს ცნობილია ამ თვალსაზრისით, არ უყვარს ხوارჯერს სოციოლოგია, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ის რაღაცა სოციალურ მეტაფიზიკაში იჭრება და შემდეგ, მაგრამ პარსონს შავი თეთრზე უწერია, რომ ვერც ერთი კონცეპტუალური მოდელი ან თეორიული სქემა ვერ მოიპოვებს სოციოლოგიაში ლეგიტიმაციას, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუ მას არ აქვს ამბიცია ემპირიული გამოყენების. ანუ თუ მას არ აქვს ამბიცია ცდასთან, გამოცდილებასთან, ყოველდღიურ გამოცდილებასთან მიმართების. ანუ ნებისმიერ თეორიული სქემა უნდა ნებისმიერ თეორიული სქემის ვალიდობა უნდა შემოწმდეს პრაქტიკაში. თუმცა ამასაც უარყოფს ბევრი სხვა მიმართულების სოციოლოგია. მე სანამ აქამდე მივალთ, რაც ეხება მოდერნულობას და სოციოლოგიას, სოციოლოგია იწყება მე-19 საუკუნის ევროპაში, როგორც სწავლობენ სტუდენტები დღეს, როგორც ცნობილია, უპრეცედენტოდ მასშტაბური სოციალური და სწრაფი ცვლილებების პერიოდში, ხო, როცა ხდება მიგრაცია სოფლებიდან ქალაქებისკენ, როცა ცვლის სოფლის მეურნეობაზე და ხელოსნობაზე დაფუძნებულ წარმოებას უკვე ინდუსტრიული შრომა და კაპიტალიზმი, იმ სახით, რა სახითაც მას დღეს ვიცნობთ, იცვლება ძალაუფლების სტრუქტურები, კულტურული კოდები და ხდება ტრადიციული საზოგადოების გარდაქმნა მოდერნულ საზოგადოებად. აი, როგორია მაგის კავშირი სოციოლოგიას და მოდერნულობას შორის? თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ სოციოლოგია და მოდერნულობის დასაწყისი რაღაცნაირად კვეთს ერთმანეთს და ამას მართლაც აქვს ისეთი ძალიან შინაგანი და ძალიან ღრმა კორელაცია ერთმანეთთან. მოდერნულობას, მოდერნული საზოგადოების არსებობას და სოციოლოგიის გაჩენას. ახლა ჩვენ ფართო აუდიტორია გვიყურებს და მე არ მინდა რაღაცა ლექცია ჩავატაროთ ხადია თქვენთან სტუდიაში, ანუ ძალიან ზედაპირულად, თუმცა ჩემი აზრით არსებითად განსაზღვრა მოდერნულობას, ვიტყვი რას ნიშნავს მოდერნულობა. მოდერნულობა ეს არის განთავისუფლება, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, განთავისუფლება რაღაცა ერთიანი, მთლიანი ამას ჰოლისტურსაც უწოდებენ, ჰოლისტური წარმოდგენებისა და პრაქტიკებისაგან. ძალიან, ასე ვთქვათ, ზედაპირული განმარტებით ეს ასე. და აი მაგალითად რა შეიძლება გამოიხატოს ეს განთავისუფლება, აი ესეთ ჰოლისტური სტრუქტურებისაგან, ან ჰოლისტური პრაქტიკებისა და წარმოდგენებისაგან, ინდუსტრიალიზაცია ახსენეთ თქვენ. ინდუსტრიალიზაციის პირობებში მოდერნულობა გულისხმობს მაგალითად შრომის დანაწილების პრაქტიკის შემოღებას. მაგალითად მოდერნულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარადიგმა შეგვიძლია ასე ვთქვათ, არის სეკულარიზაცია, რომელიც რას გულისხმობს? გულისხმობს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას და გულისხმობს იმას, რომ რელიგიური ღირებულებები აღარ არის უნივერსალური, აღარ არის საყოველთაო, აღარ არის ჰოლისტური. არამედ რელიგიური ღირებულებები ნიშნავს მხოლოდ იმათთვის, ვინც მრევლია, ვთქვათ, ვინც ეკლესიის წევრია და ასე შემდეგ. მაგალითად მოდერნულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარადიგმა ეს არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, ხო მართალია? და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა თარგმნილი სოციოლოგიის ენაზე გულისხმობს სხვადასხვა მათ შორის ეგრეთ წოდებული მარგინალიზებული ჯგუფების ცენტრში დაყენებას. და ძალაუფლების საკითხის პრობლემატიზაციას, ძალაუფლების საკითხის პრობლემატიზაციას და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ეს ყველაფერი რაც მე ჩამოთვალე, სეკულარიზაცია, შრომის დანაწილება, სოციალურ ჯგუფებზე არა მეინსტრიმულ, ანუ ასე ვთქვათ, არა
ძირითად სოციალურ ჯგუფებზე აქცენტირება, უმცირესობებზე აქცენტირება. ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, გათავისუფლება სწორედ რაღაცა ერთიანი წარმოდგენებისაგან, ერთიანი პრაქტიკებისაგან და ხდება რეფლექსიის სხვაგვარი მექანიზმების. აი ამ ყველაფერს ჭირდება რეფლექსია. აი ამ რეფლექსიას ახდენს სწორედ სოციოლოგია და სოციოლოგიის ფუნქცია არის სწორედ ეს. რამდენიმე ჯგუფია, ხო? მეთოდოლოგიაში რამდენიმე ტიპის მეთოდებია, რომელსაც თქვენ იყენებთ სოციოლოგები. ერთია უფრო ეთნოგრაფიული, ანუ დაკვირვება, მონაწილეობა, უფრო თვისებრივი მეთოდები, ესე ვთქვათ, არიან გამოკითხვების ავტორები, სტატისტიკოსები, რომლებიც სწორედ თვლიან, რომ ყველაფერი უნდა გაიზომოს, ყველაფერი შედარება უნდა შეიძლებოდეს ერთი და იგივე შედეგი უნდა დადგეს სხვადასხვა ერთმანეთის მსგავსი გამოკითხვების და გამოკვლევების ჩატარებისას კიდევ არის შედარებითი კვლევების ძალიან დიდი დისციპლინა, რომლებიც ადარებენ თქვა სოციოლოგები ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებს, სხვადასხვა კულტურულ კონტექსტებს, ანუ ძალიან დიდია საკუთრივ კვლევების მოცულობაც და ამ ტექნიკებისაც, რომელსაც იყენებთ თქვენ სოციოლოგები. აი ესეთი რამ მაინტერესებს. თუ არის შესაძლებელი, რომ დავუშვათ სოციოლოგი ცუდად ფლობდეს სტატისტიკას და ან თქვა არ ცნობდეს სტატისტიკურ რაოდენობრივ მეთოდებს და იყოს ძალიან დახელოვნებული თვისებრივ მეთოდებში. თუ მაინც აუცილებელია იმისთვის, რომ კარგი სოციოლოგი იყო, ყველა ამ იარაღს ფლობდნენ მეტნაკლებად და როგორ უყურებენ საკუთრივ სოციოლოგები ერთმანეთს. არის ამ კონფლიქტი თქვენ შორის? რასაკვირველი არის. რასაკვირველი არის და ძალიან კარგი რო არის, იმიტომ რომ სოციოლოგებიც თუ მათ უნდათ რომ ასე ვთქვათ მოდერნული თუ მოდერნისტი სოციოლოგები იყვნენ, ასევე შორს არიან იმაზრისაგან რომ ისინი კვალიფიცირებული უნდა იყვნენ ყველა მიმართულებით. და ეს ეხება რასაკვირველია პირველ რიგში შესაძლოა ეს ეხება ასევე მეთოდოლოგიურ მიდგომებსაც. რამდენიც გნებავთ იმდენი სოციოლოგი შემიძლია გითხრათ ან ჩამოთვალო, რომლებიც წვავედ აკრიტიკებენ რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს, ამბობენ რომ არსებობენ მახასიათებლები, რომელთა გაზომვა, ანუ რომელთა გამოხატვა, ასე ვთქვათ, სტატისტიკურ მაჩვენებლებში ამ მახასიათებლის და მის შინაარსის და მისი ადეკვატური საზრისის დეკონსტრუქცია და პირიქით არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვისებრივ მეთოდებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ თვისებრივი მეთოდები ჩემ მხოლოდ რაღაცა კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფების აზრს იკვლევ, განწყობებს იძლევ და რასთავარი არ შეგიძლია, ხო, არ შეგიძლია აი ამ რაღაცა კონკრეტული ჯგუფების საფუძველზე ჩატარებული კვლევის გენერალიზება ეგრეთ წოდებული, ანუ განზოგადება, ანუ გამოყენება ამის ინსტრუმენტად საზოგადოების აღწერისთვის. ეს დაძაბულობა, ეს კონფლიქტიც კი შეგვიძლია დავარქვათ სოციოლოგებს შორის ხადე არსებობს და კიდევ კარგი რო არსებობს, მაგრამ მე, ასე ვთქვათ, ჩემ პოზიციას თუ შემიგრას, პრობლემა მეც მაქვს ჩემი სიმპათიები კვლევის ამათი მეთოდის მიმართ. ნუ აქვე ვიტყოდეთ თვისებრივი მეთოდები, მე უფრო მაინტერესებს პირადად რაოდენობრივი მეთოდები, თუმცა ნუ მადლობა ღმერთს, არც ერთ ხაზს, აი ამ ხაზს, გენერალურ ხაზს მეთოდოლოგიის თვალსაზრისით სოციოლოგიაში არ ამოუწურვა საკუთარი თავი, ორივეს აქვს საკუთარი ფუნქცია, ორივეს აქვს საკუთარი დანიშნულება, ორივეს აქვს საკუთარი ეფექტი. მაგრამ ყველა საინტერესო არის ამ შემთხვევაში, რომ თანამედროვე კვლევებში ეს ორი მეთოდოლოგია ერთმანეთთან თანამშრომლობს. ანუ შესაძლებელია ამ ორი მეთოდოლოგიის შერწყმა, სინთეზი, სიმბიოზი, შეგვიძლია დავიწყოთ რაოდენობრივი კვლევები და გავამაგროთ ის თვისებრივი კვლევები და ასე შემდეგ. სოციოლოგია არის ძალაუფლების საკითხი, ძალაუფლების სტრატიფიკაციის საკითხი. უწინარესად ცხადია ეკონომიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი სოციოლოგიასაც მარქსი ითვლება თავად, ვებერთან და სხვა დიდ მოაზროვნეებთან ერთად, მაგრამ ამავდროულად ძალაუფლების წყაროები, ძალაუფლების სტრატიფიკაცია ბევრი სხვა ნიშნითაც ნაწილდება, მათ შორის გენდერული, ეთნიკური, რელიგიური ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მინდა გითხოთ, მოდით ცოტა ხანი ზოგად თეორიულ მსჯელობას რომ მოვშორდეთ უფრო აი საქართველოს კონტექსტზე. რა ტიპის კვლევები მიმდინარეობს დღეს საქართველოს საზოგადოებამ ძალიან ბევრი, ძალიან სწრაფი ტრანსფორმაცია, ცვლილება გამოიარა. იგივე პოსტსაბჭოთა წლებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღევანდელი დღე რო ავიღოთ, ეს ორი განსხვავებული სურათია. სულ სხვადასხვა საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. შეიცვალა გენდერული როლები, მაგალითად მე რო ვიზრდებოდი ჩემ ბავშვობაში როგორიც იყო, თქვათ, პოპულარული ბიჭის იერსახე, ერთ-ერთი დომინანტური მასკულინური სახე, ეს ძველ ბიჭური, ცოტა კრიმინალური, ეს რომანტიზება ისიც ხდებოდა. საბედნიეროდ, ეხლა ეს უფრო რაღაცა მარგინალური ფორმაა და სხვა ტიპის მასკულინობები, ესე ვთქვათ, წამოვიდნენ წინა ფლანგზე. ქვეყანაში სადაც გვაქვს ესეთი დიდი უთანასწორობა ეკონომიკური თვალსაზრისით. აი, რას იკვლევთ და
უფრო ალბათ საინტერესოა შესაძლებლობა რომ იყოს, მე ვიცი რომ უნივერსიტეტს ძალიან უჭირს დამოუკიდებელი კვლევების ჩატარება მატერიალური სიმწირიდან გამომდინარე რესურსების. აი რომ მოგეცეთ საშუალება. რა არის საკითხი, რომელსაც გამოიკვლევდით დღევანდელ ქართულ საზოგადოებასთან? კი ბატონო, ამ საკითხებზე მოგახსენებთ რა საკვირველია სალომე, ოღონდ მინდა ერთი ჩემი გულისკივილი გაგიზიაროთ, რაც მე ვფიქრობ, რომ საქართველოში აი აკადემიურ სფეროს ძალიან ნებს ის რაც ახლა გეტყვით და არ ამგონია რომ ეს იყოს მარტო ჩემი პრობლემა, ეს ვფიქრობ, რომ ზოგადად საქართველოში არსებული აკადემიური პერსონალის, მათ შორის სოციოლოგების პრობლემაც არის. ჩვენ მეტწილად დამოკიდებულნი ვართ დონორების მოთხოვნებზე. უნივერსიტეტს ძალიან მწირი დაფინანსება აქვს სახელმწიფოსგან. აი სწორედ აქ მინდა აქამდე მინდა მივიდო, სხვა შორის სტუდენტები დავიწყეთ და სტუდენტების მოთხოვნა სწორედ ესეც არის, რომ უნივერსიტეტებს გაეზარდოთ საბაზრო დაფინანსება, რომლის წილი, მნიშვნელოვანი წილი მოვაკვლევებთ. ეხლა პრინციპში სტუდენტს მოაქვს დაფინანსება. საუნივერსიტეტო მასშტაბით კვლევები ძალიან მწირად ტარდება. ნუ ფაქტობრივად არ ტარდება. ეს ხო შორის ბოლო თვეებში და ბოლო წლებში კონკრეტულად ბატონ ლადო პაპაოს რექტორობის პერიოდში ეს საკითხი დაიძრა ფაკულტეტებს გამოეყო გარკვეული თანხმოკლევების ჩასტარებად, რაც რასაკვირველი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, კვლევით პოტენციალი უნივერსიტეტის პროფესორის სრულად იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩება ქართული აკადემიური სივრცე. კვლევით საქმიანობა ძირითადად უნივერსიტეტის გარეთ არსებულ ორგანიზაციებში მიდის და რა არის ეს უნივერსიტეტის გარეთ არსებული ორგანიზაციები? ეს არის საერთაშორისო დონორული ორგანიზაციები. ამიტომ ჩვენ ვიღებთ ყველაფერს, უпростоრედ გვაქვს ამბიცია, ზოგჯერ არაადეკვატური რასაკვირველია, რომ ავიღოთ ყველაფერი, რაც მათ აინტერესებთ. მე მაგალითად ჩამიტარებია კვლევები მიწის დრენაჟიდან დაწყებული, დამთავრებული, ნუ არ ვიცი, იზოლებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის შესწავლით. არ არის ეს სწორი, არ არის ეს კარგი, იმიტომ რომ თუ შენ გინდა ჩამოყალიბდე კვალიფიციურ სპეციალისტად, მაშინ უნდა ჩაუღრმავდე გარკვეულ საკითხებს, რომელიც შენი სპეციალიზაციის სფეროში. ხა რა შეიძლება რა საკითხებს გამოვიკვლევდი, აი ესეთ ფუფუნების მდგომარეობაში რა ვიყო. ნუ თქვენ რო ცოტა გრჩება, კი ბატონო, დავიწყოთ ძალაუფლებით, თქვენ ახსენეთ ძალაუფლების პრობლემა. აი მაგალითად, არ არის შესწავლილი, რამდენად შეიცვალა ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურა საქართველოში. პოსტსაბჭოთა პერიოდში, აი ამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. არადა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ელექტორატმა. მაგალითად, მე შემიძლია დღეს თქვა, ერთ-ერთი ჩემი დაკვირვება ეს არის, რომ ქართველი ელექტორატი არის უფრო სკეპტიკურად განწყობილი საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალების მიმართ. ანუ იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ქართველი ამორჩეოდა რაღაც ახპოს-ახტაცებით უყურებდა პოლიტიკოსებს, მაგრამ გამოარჩევდა ერთს და ხდებოდა ამ ერთზე, ასე ვთქვათ, აპელირება, როგორც მესიაზე, მხსნელზე და ასე შემდეგ. ერთი დიდი ჩემი ერთ-ერთი დაკვირვება არის ასეთი, რომ ერთი დიდი ლიდერზე მოთხოვნა და დაკვეთა დასრულდა ესე იგი საქართველოში და ამას ხოლმე შორის მიმდინარე მეუბნებიც ადასტურებს. ეს გამოკვლევები აჩვენებს ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების ამორჩევლების, რომლებიც სკეპტიკურადაა განწყობილი არსებული პოლიტიკური ძალების მიმართ. ეს არ არის ნიჰილიზმი. ეს იმის გამო, რომ ახალი ლიდერი არჩევს. ნუ არ ვიცი, არა, ნუ ხო ჩანს რაღაც ახალი ლიდერი. ასპარეზზე არიან და გასაგებია, მაგრამ ჩვენ გქონია შემთხვევა ერთი ლიდერის მრავალჯერადი გამოყენების, ან გქონია შემთხვევა რომელიღაცა არაადეკვატური ახალი ლიდერის გაფეთიშების. და დღეს ეს პროცესი არ არის. მე ჩემი დაკვირვები დღეს ეს არ ხდება. ეს არ არის ნიჰილიზმი. მე ამას დავარქმევდი უფრო ოპტიმისტურ სახელს, ეს არის ჯანსაღი ოპტიმიზმი, ჯანსაღი სკეპტიციზმი უკაცრავად. ნუ შემდეგი პრობლემა, რასაც გამოვიკვლევდი, ეს არის აი მაგალითად, არ ვიცი, შეისწავლავინე, თუ შეისწავლავინე საქართველოში თქვენ ძალიან კარგად ადავნებთ თვალს და ინტენსიურად, ასე ვთქვათ, საქართველოს ჩატარებულ კვლევებს. მაგალითად, ჩვენ სულ ვამბობთ, აი დამეთანხმებით ალბათ, რომ ქართველი არის ტოლერანტული არის. აი ტოლერანტობის პარადიგმა რომელიც სულ ზდევს, ასე ვთქვათ, ქართველი ერის არსებობას, თუ ქართული ნაციის არსებობას, როგორ წარმოაჩენს თავს სხვადასხვა ჯგუფების, დავარქვათ ამას, მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის მიმართ. აი როგორ წარმოაჩენს, როგორ ხდება ამ რაღაცის სინთეზი. ან ხო არ არის დრო, რომ ქართველის როგორ ტოლერანტი ერის, ასე ვთქვათ, პარადიგმა გადაისინჯოს და ასე შემდეგ. ან თუ არ უნდა გადაისინჯოს, მაშინ როგორ ხდება, ასე ვთქვათ, არსებული სრულიად მტრული პრაქტიკების ადაპტირება იმასთან, ამ პარადიგმასთან. უკვლევია ეს ვინმე.
მე არ წამიკითხავს ყოველ შემთხვევაში და არ მგონია ეს რომელიმე საერთაშორისო კონტენერს განსაკუთრებით აინტერესებდეს. იგივე სოკულარიზაცია ვახსენეთ ჩვენ. ეხლა ჩვენ სულ ამბობთ, სხვადასხვა კვლევები ამბობენ, რომ ქართველი ამორჩევლების 85% ამბობს, რომ მართლმადიდებელი. ამ დროს თუ ჩაუღრმავდები და ეკლესიურ პრაქტიკებამდე, ანუ რელიგიურ პრაქტიკებამდე თუ დახვალ, ისეთი ადეკვატური მორწმუნე არის დაახლოებით 20-25%. ხო? დანარჩენისთვის უბრალოდ იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელი. ხო, აი როგორი მახასიათებელია, ეს ვინმე სისტემურად იკლია, კი არსებობს რაღაცა კვლევები, სრულიად საპატივცემულო ადამიანებისა და ჯგუფების, ჩვენს გვიკვლევია ეს საკითხი, მაგრამ იცით რა, ამ საკითხებს ჭირდება უფრო სისტემური კვლევა და საბოლოო ჯამში დადება გარკვეული ნაშრომის, რომელიც იქნება საინტერესო. სამწუხაროდ რო გვეწოდება, მაგრამ აუცილებლად უნდა შევეხოთ წინასაარჩევნო გამოკითხვების საკითხს, რომელსაც ატარებს სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის უცხოური ორგანიზაციები, NDI-ის, ARA-ის კვლევები გვაქვს ძალიან ხშირად. ეს კვლევები ხდება ხოლმე შემდეგ დიდი დისკუსიის, უნდობლობის და რაღაცა გარჩევების საგანი. პოლიტიკოსებიც უნდობლობას უცხადებენ, საზოგადოებაშიც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება და თქვენც გაქვთ საკითხული გვაქვს თქვენც დაწერეთ ბლოგი რადიო თავისუფლებისთვის, სადაც საუბრობდით სწორედ იმაზე, რომ გარკვეული მრუდე სოციოლოგია თქვია თქვენს ბლოგს და საუბრობდით იმაზე, რომ კვლევა ვერ იქნება დამაჯერებელი და ლეგიტიმური თუ არავინ იცის მისი სამზარეულო, მისი მეთოდოლოგია, და საუბრობდით იმ პარადოქსულ ვითარებაზე, რომ ორი პრინციპში ერთი ტიპის კვლევა, ერთი ტიპის ელექტორატთან, ერთი ტიპის სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის შემდეგ ერთი და იმავე დროს განსხვავებულ შედეგებს, სომილების მიღმა განსხვავებულ შედეგებს იძლევა. აი თქვენი აზრით რა არის გამოსავალი ამ ვითარებაში? გამოსავალი არის იმ ბლოგშიც არის და მას სულ ვამბობ, ამ შემთხვევაში ახალ სარაფას ვიტყვი, გამოსავალი არის რასაკვირველია პროფესიული საზოგადოების შექმნა. სოციალურ მეცნიერებს დავარქვათ ამას სოციალურ მეცნიერთა ასოციაციის შექმნა, რომელიც იქნება, ესე იგი, პროფესიონალებისგან შემდგარი და ყველა კვლევით ორგანიზაციას ექნება არა ინსტიტუციური, არამედ დავარქვათ ამას პროფესიულ მორალური ვალდებულება, კოლეგიალური ვალდებულება, რომ ამ ასოციაციასთან ამ ასოციაციას აჩვენოს საკუთარი სამზარეულო. სამზარეულოს ჩვენება ბევრ რამეში გამოიხატება. გამოიხატება შერჩევის მოდელის გადამოწმებაში, გამოიხატება ინფორმაციის აკრეფის, ანუ ველის თავისებურებების შესწავლასა და გადამოწმებაში, გამოიხატება მონაცემების დამუშავებაში და ამავდროულად. ასეთი ასოციაციები არსებობენ მსოფლიო მასშტაბით, ევროპული მასშტაბით და თუ რომელიმე კვლევით ორგანიზაციას რაიმე შეეშალა პროფესიული სტანდარტების თვალსაზრისით, მისი ბედი, ასე ვთქვათ, დამთავრებული ის განწირულია. ჩვენთან სამწუხაროდ კვლევითი ორგანიზაციები ხშირად ასრულებენ, პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, ასრულებენ გარკვეული პოლიტიკური ძალის ინტერესების შესაბამისად. რომელ ორგანიზაციებზე საუბრობთ? ამ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებზე თუ იმ ვისაც სხვა ტიპის კვლევებზე თუ? იცით რა, დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეიძლება აი სწორედ პროფესიული სტანდარტების გადაცდომაში დასდოდვალი ბრალი სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებს შეიძლება პოლიტიკური ანგაჟირებულობა დააბრალოს და ამავდროულად ყველაფერია ამ მართლაც ქაოსში. სხვა შორის ჩემი იდეა იყო, რომ მეტნაკლებად თავმოყარებულებით ორგანიზაციები ერთად დამსხდარიყვნენ და ასე ვთქვათ, შეთანხმებული იყვნენ მეთოდოლოგიაზე, მონაცემების გაცვლაზე, ასე ვთქვათ, ველის ურთიერთგადამოწმებაზე და შემდეგ ეს პროექტი ჩაიშალა, ეს იდეა ჩაიშალა და არ ვიცი როდეს მე აღორძინდება თუ არა. მოკლედ რისი თქმა მინდა, რომ ამ გამოყენებით კვლევების თვალსაზრისით, ოღონდ როდესაც ეს გამოყენებით კვლევები პოლიტიკის სფეროს ეხება, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ცხელი წერტილი და აქ არის ყველაზე მეტად სტუნების ძალა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის გავლენა. არა, მაშინ აი ეს ორგანიზაციები რაღაცნაირად მათ ეყოთ კოლეგიალობა, დაასხდნენ და შეთანხმდნენ რაღაცა სტანდარტებზე, იმიტომ რომ მათ შეუთანხმებლობას და აი ესეთ უნდობლობას გამოყენებით კვლევების მიმართ მოაქვს ძალიან ცუდი შედეგი. ის აზარალებს ისეთ კეთილშობილურ მეცნიერებას, როგორც არის სოციოლოგია. სამწუხაროდ რა მოგვეწურა, ძალიან ბევრი საკითხი ქონდა კიდევ სასაუბრო, მაგრამ სამომავლოდ გადავდოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, ბატონო იაგო.
დიდი მადლობა მოწვევისთვის. იაგო კაჩკაჭიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, სოციოლოგიის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი. თქვენ უყურებთ გადაცემას ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია და რომელსაც უძღვებოდი მე სალომე ასათიანი. ამ გადაცემის ხილვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით გემშვიდობებით.